Hi, ხალხო. მართალია ჩვენა ყველაფერი გვიფარება, ისე დევს ტელეფონი, მაგრამ აქ პოზა დგუმის დრო არა მაქვს. ამიტომ მოდი თან ვისაუბროთ რაღაც რიგ საკითხებზე, თან კოწოეთი შევწვათ. ხო და ესე ერთი წუთით არ დამეწვეს. ძალიან პაჟარი მაქვს ეს კი შენთებული გაზზე. როგორც ხედავთ, ყველაფერი გადმოყრილი მაქვს, აქ თან ვალაგებ. დღეს მოფრინავს დედა ქალბატონი. ხო და ხუდერ სამწუხაროდ მე ვერ ვხვდები, იმიტომ რომ გამთენისას მოფრინავს, მე რომ დავდგე 1 საათში წავიდე სამსახურში და მოკლედ ჩემები ყველანი მიდიან. მე და მარიკო რჩებით სახლში, რადგან ძალიან გვიან ჩამოფრინდება. ბავშვით ეს უბრალოდ მინიმუმ დანაშაული იქნება იქ წაყვანა. ესე იგი, ხალხო, რაც ხდება ამ ძაღლების თემასთან დაკავშირებით, სიმართლე ითხრათ შოკირებული ვარ. და მე კარგად რაღაცები ვერ გავიგე და ვერ მოვისმინე, მაგრამ ის რაც გავიგე, მე მგონი საკმარისი არ არის აუცილებლად მთელ სიუჟეტს უყურო და მოვისმინო. აი ამ კანონების ჩამოწექცეკებას ვითომ რაღაცა კანონს რო მიიღებს მთავრობა და ვაშარა კარგი ბიჭები ვარ და გოგოები ვარ, ქვეყანას მიხედეთ რა ხალხო, თავზე გვენგრევა ქვეყანა. თავზე ჩავასწორებ უკვე და გვენგრა, ჩემი აზრით. უბრალოდ შოკირებული ვარ. დედა, კაი სიტყვა, აი შემიყვა და ასმაგათ ეს სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან სწორად გამოხატავს, იცით, ყოფას, რაც ხდება. ანუ ძაღლებს რას უშვებით, ხალხო? რას უშვებით? არა ადამიანები ხართ, სულამწყვეტ მნიშვნელობით. თქვენ ხართ არა ადამიანი, ორფეხები, რომლებიც ანადგურებთ ყველაფერს, რაც ბევრად ღირებულია თქვენაირ ორფეხებზე სხვადასხვა. მე არ ვიცი, ანუ აი უბრალოდ გაოგნებული ვარ, დამუნჯებული ვარ. თქვენ ხართ ხალხო ყველაფერზე მკადრებლები, საერთოდ. წავე, თქვენ ახლა იძულებულები ხართ ჩემ ძალიან ახლო კადრს უყუროთ, იმიტომ რომ უნდა დავრეცხოთ უკვე ჭურჭელი და თან ვიჭორაოთ, რა თქმა უნდა. აი, არ ვიცი, მართლა დედას გეფიცებით, ხალხო, სადამდე მივედით და სად მივალთ, რა არის საბოლოო წერტილი, სადამდეც მივალთ. მე ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს რა, აი, ძალიან მაშინებს. უნდა ამოიღოს დიახ ყველამ ხმა, უსამართლობის წინააღმდეგ, უსამართლობ, არ უნდა შეკყაროთ მანქანაში, თქვენ და თქვენაირები, ვინც გადაწყდა ეს ყველაფერი, ზემოთ თუ ქვემოთ საიდანაც გადაწყდა და წაგიკიდონ ცეცხლი, ნახოთ ერთი როგორ მოგეწონებათ. ძალიან მაინტერესებს მეც. აი ძალიან. არ ვიცი მე წერდნენ წუთი დედა მირეკავს. დედამ დამირეკა უკვე პორტისაკენ მიემართებიან. ხო და აი მე მიშველეთ. მაგას ვამბობდი მოკლედ, რომ აი ეს უნდა შეყარონ, გამოგკეტონ სადმე, აი არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ისე მინდა რომ საშინელი სიტყვები გამოვიყენო და ისე ვიკავებ თავს, ვერც კი წარმოვიდგენთ. რომ აი აქ ბილდ სიტყვების კასტინგი არ მოვაწყო, ისეთები შემიძლია რომ თქვა, ეხა ისეთ ხასიათზე ვარ და ეს საერთოდ რა ვნახე და რა მოვისმინე. იმედი მაქვს, რომ ბევრი რაღაც სიცრუე იქნება და იმედი მაქვს ნაკლებად, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაცებიც და სხვანაირად იქნება და იმედი მაქვს, მინდა უფრო სწორად იმედი არ მაქვს, რომ გავიღვიძოთ. წერტილი. გავიღვიძოთ, იმედი მაქვს. სხვანაირად უბრალოდ აი არ ვიცი, იმედი მაქვს უნდა ვიძახო, რომ რაღაცა იქნება შიგნიდან იმას მიქნას, იმიტომ რომ არაფრის იმედი მართლა არ აქვს. მეორე საკითხი, მე ამ თემაზე ვიდეო მიდევს უკვე გოგოებო.
ეს ხება გარდენია შევარდნაძეს ამ საკითხზე მიდევს TikTok-ის გვერდზე ვიდეო საკმაოდ ვრცელი რავი რა უნდა უთხრა აი ესეთ ადამიანს რა უნდა უთხრა რომელიც თავის ნებისმიერი სტაფი იქნება ეს თუ უბრალოდ ერთი კვირით დაქირაგული თანამშრომელი თუ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება უკაცრავად სიტყვა გააჯოს გამოიყენებს უკაცრავად უბრალოდ უნდა მეთქვა იქნებ ვინმე არიცით რა მოხდა და აი ახლა რო გაიგოთ რანაირად უნდა გაამართო ეხა ეკაცი მე ჩემამდე არ ვიცი საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოჩნდა ვინც მის მიმართ ძალიან სერიოზული მსგავსი გამოიყენა ბრალდებები ასე ვთქვათ ვეგარი რომ რაღაც ტრენდში იყო და ბაბულიკა იყო და არავე ხმას არ იღებდა და ერთი რომ ვიღაცამ დაიწყო მე აყონენ თუმცა მანამდეც შეძლოთ მაგრამ ცნობად ესახია ბიჭინა და განცხადება რომ გააკეთა აი ექსერტოდ სასაციოთაც კი არ ჟღერს არათუ რამე სერიოზულად ჟღერს სასაციოთაც კი აღარ მომეჩვენა თავის განცხადებიდან ეს იყო სრული უტიფრობა თურმე გაიზაფხულია ყვავილების სეზონია და რა დროს ეყარი და მაგაზე მერე ისაუბრებს ბატონო ვის რა სჭირდები შენი ნათქვამი ის რა ქვია ვის რა სჭირდება და აინტერესებს მაგათაც სულ აღარ მაინტერესებს ამბობდნენ მე შეება ვინმე მიუგზავნა თუ რაღაც გახოცებით რა რომ მიუგზავნა რა ანუ ეგ უნდა ეთქვა თავშად მიმაგზავნეს მე არ ვიცი ცოტა ალოგიკურია ბევრი რამ იმდენ ვრცელი მიდევს TikTok-ზე ხაკ ძალიან ვრცლად ამაზე აღარ ვისაუბრებ მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ჩემში რაღაცა ის ჩაკვდა თითქოს აი რასაც ძალიან სიმპათიით ვიყავი განწყობილი და რა ის სიმპათიით დასვიდანი ანუ დაიკადრე რა ჩათვალე რომ ამდენი ადამიანის სიყვარული ფეხქვეშ გაქევა რა ეგრე უნდა ჩათვალოს იმიტომ რომ ძალიან დიდი აუდიტორია დაკარგა ამით რა ძალიან კაცი რომელიც თავის თანამშრომელს ასეთი სიტყვებით მიმართავს ჩემთვის არის ნული მით უფრო ქალს რა ღირებულება უნდა ქონდეს ხა ხოწები ხა ამის მერე მაგას აი რა ღირებულება უნდა ქონდეს ის უსასრულოა რა უმეტი ღირებულება რა უნდა ქონდეს კაცი რომელიც ამას იკადრებს და საერთაშორისო ძალიან ბევრმა დაწერა რომ თქვენ ნახოთ თავის სტაფს როგორ ესაუბრებაო ანუ და რანაირად ესაუბრებაო ხო და ნო რაღაცები არ შეგრჩებათ ბატონებო და ქალბატონებო არაფერი არ ქრება ესე უყალო და არაფერი არ იკარგება და ეხლა მოუგონესო გეხვეწებით რა ყველამ როგორ მოუგონა იმ ვითომ ცნობად სახე მაჩვე რო უკვე გაღმერთებულები ყავს არ მგონია ეხლა რომ მოუგონებინათ მეჭება ძალიან მეჭება
ხულწრფელად წუხლარი იმდენად არ მინდოდა ეს რეალობა სიმართლე გითხრათ, რომ ძალიან შევყოდი რაღაც ადინალოთ. ძალიან ასე თუ არ გინდა და არ გინდა დაჯერება ხო ხდებით, რომ აი რატო უნდა გააკეთო ეგ? სხვადასხვა შევნა ბეგაშვილსაც ჰქონდა ამაზე კომენტარი გაკეთებული. თავისი მაგალითი მოიყვანა. მოკლედ რო ვთქვათ, მაგრად გაიბანცა თავზე. შევარდნოწებ. ეწონებული ვარ ძალიან ბევრი დაკარგა. ამიტომ ძალიან კარგი, უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ყველამ უნდა მივიღოთ ჩვენი მისაღები რა. მოკლედ რო აქიხსნით. ყველამ. რა უფლება გაქვს, ვინ მიგდიხარ შენ ადამიანს რო ესე საუბრები, რომ ვინ მიგდიხარ, გითარი რომ აქ პრიჩოსკით. და ყველაზე ამაზრზენი რაც იყო კიდე ხალხის კომენტარები. ეს ერთი ვაპატიოთ. ესენი აი ეგ სექტა ძალით მორწმუნეების სექტას ვეძახი მე, რომ აი ღვთისახელით გევედრებით ეს ერთი ვაპატიოთ თუ რაღაცა. აი ეგ ხალხი არ მიყვარხართ, აი არ შემიძლია მე ეგ ხალხი რა. რა ღვთისახელით უნდა ვაპატიო, რა ღვთისახელით უნდა ვაპატიო. გამოვიდეს და ბუდიში მოუხადოს მაშინ იმ ადამიანს, სამი შვილის დედას, რომელსაც თავზე ლაფი დაასხა. მომინდომა ღვთისახელით ლაპარაკი. მითხრა შევარდნოზე სულ ვთხოვია ახლა თქვენი დაცვა. გადასარევადებს ნუცავ, მარტი აპირებ ბუდიშის მოხდას. მაგაზე მერე ვისაუბრებ ხომ. გაზაფხული რო ჩაივლის და არის ალბათ, ხო და ახლა მოჩვახავე რამე ისტორიას ალბათ. როგორ ხდება ხოლმე. ვერ კონცენტრირდები. აჟიტირებული ვარ ზაკორო მოდის თან რაღაცებს რო ვაკეთებ ხარო ხარ სამსახურში მივდივარ და აჭრილი ვარ თავიდან ფერფერმა. უბრალოდ რადგან TikTok-ზე ძალიან ფცად ვისაუბრე, რა თქმა უნდა, ჩემს საკაც დავაფიქსირებ. უფრო კარგადაც შემიძლია, მაგრამ ნერვი არა მაქვს დღეს. რომ კარგად გულიანად ეგ თემა გავშალო. ცა ვფიქრობ, რომ მიშვედეთ. ჩემი აზრით გასაგებია დარწმუნებული ვარ თქვენთვის. აუცილებლად იქნება საკოს ბლოგები, ანუ დედაჩემის. რაღაც საკითხებზე ვისაუბრებ ხოლმე. თქვენ ვიცით ხართ უკვე ჩემთან დედას ინტერვიუ ნახავთ, რომელიც გაფრენამდე ჩავწერეთ. რაღაცა ძალიან გდიანი წვება დღესა ვერ ხვდები რატო.
ხვალ 1 საათი თქვენ შემიძლია სასახლეში მივიდე, როდესაც ყოფნახო ნორმალურად დილით. მე ბედნიერი ემოციები დატენილი წავალ სასახლეში. ესეთი ამბები გოგოებო მოკლედ ძალიან უცებ ჩამოარბენინე ის საკითხები რომელიც მინდოდა თქვენთან გამევლო ფცლად ვერ გავიარე მაგრამ ანუ გამევლო მაინც დასასრულით რომ უნდა გამევლო ბანე ერთ საკითხს მინდა გოგოებო კიდე შევეხო აი აქვე რა არაფრით არ მესმის იმ ადამიანების ვიდეოები რომლებსაც ენაზე გაკერიათ. წავიდე, თუ არ მიყურებთ, აბდგე წავიდე, თუ არ გამომიტეთ, ახლა აბდგები და წავალ. აუ, წადი რა. აი, ვერ ვიგებ, თუ არ გინდა შვილო, წადი. ანუ ეს ყველაფერი შენთვის კეთდება, ჩემთვის კი არ კეთდება. დღეს არ ყავს მაყურებელი, ხوار გეყოლება ზე, რაც არ უნდა ბევრი ყავდეს, შეგა შავადნები გქონდეს ვიდეოს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხალხო. ჩვეულებრივი ამბავი. ანუ რა ვიცი 2x2 4 მერე რა დღეს თუ დაუშვათ 300 ყავს და 4000 ვეჭიდავები რამდენი ხანი და ვერავედი ჯერ 3700 რაღაცაზე ვარ ავალ 4000-ზე კი 10000-ზე წავალ ანუ წავიდე სულ გეცა ხო და თუ არ გამომიწევ წავალ თუ არ გამომიწევ წადი არც ხალხო თქვენი თავებისთვის აკეთებ თუ არ დაგავიწყდათ იმისთვის კი არ აკეთებ თუ აი შენ გადმოგცე დადებითი ემოციები საკუთარი თავებისთვის აკეთებ მე ის აუდიტორია ძალიან თქვენი ხდება და ბუნებრივია მე იწყება მონეტიზაცია მე უფრო მეტ სტიმულში შედიხართ და ასე შემდეგ და თუაც წახვალთ რა რატო გაქვს ეს ამოჩემება გამაგებინეთ და რა დაგიწეროთ ახლა კომენტარებში მე უგეხვეწე ვიდეო წახლა თუ რა წადი არ შეიძლება ხალხო ისეთი მომაფესრებელი არ ვიცი ჩემთვის ესეა რა აი ვინეს გამოწერა რომ მინდოდეს და გადიგო ტექსტები აი თუ არ გინდათ მაშინ რა ვქნა და სტიმულს კარგად თუ რაღაცა წადი ნაგონია ახლა უცებ ხო იდო ციდან ჩამოგიფრინდება 10000-ობით გამომწერი ეგრე არ არის რა მე თوار მოგეძებს კაცოთალ წადით ხალ ან მე რო ვიცახო ახლა რომ თუ 4000 მალი არ მოხდები ამგები და წავალ წადი დამიწერეთ რა მე წადი ავა შეიძლება ძალიან დამღლელია დამიჯერეთ ხალხო რა ანუ უფრო ნახეთ უფრო მეტად არ გამოგიწერს ვიღაც მე პირადად ვინმეს გამოწერ რომ მინდოდეს ამ მსგავსი ტექსტი გავიგოს ზუსტად ვიცი რომ აღარ გამოვიწერს ზუსტად ვიცი და შენ სტიმული გეკარგება გეხოცები ვიდეოების გადაღებაზე რომ აი არ მიმატება მოგემატება ხშირად რომ დადებ აუდიტორია ნელ-ნელა მოვა შენთან ხო და ეს მაშინ წავალ ანუ აი ეს თამაში მაგიზიანებს რომ როცა ხალხს თითქოს იმას უშვები მანიპულაცია ჩვეულებრივი და არ მომწონს ეგ მიგკომა და დამიჯერეთ ვისაც ეგ ტექსტები პირზე გაკერიათ ცოტა შეცვალეთ რა იმიტომ რომ მე პირადად გამოწერებს რომ მყავდეს ეგეთი ადამიანი რო გაბიგო ვიდეოში მაგას იზახის ახსოვს გავუკეთებ რავი ეხლა გინდა ბუღმიანი მიძახეთ და გინდა რა ვიცი ჩემთვის ეგრეა წავიდე შვილო გიჯეთ მინდენი ადამიანი გამოჩნდა უკვე ვინც ვიდეოებს იღებს რავი რა გითხრათ ვიღა დაგიჭერს გეხოცები არა უნდა დაგიჭირო თუ მინდა წად მარტივია
დღეს არ ყავს მაყურებელი, ხვალ გეყოლება. ხვალ არ ყავს ეგ გეყოლება. ან თუნდაც 200 კაცი რო გიყვარს, იმ 200-ს იპატევი რა. წავიდე. და არ შემაწუხა ამ საკითხ მაგათ. შევყოდი, წავიდე, აი ისეთი მომაბეზრებელია, რომ არ გაგიკეთებს რა. რო დარჩები და შენ საქმეს გააკეთებ, ნელ-ნელა ყველა მოვა შენთან, ნელ-ნელა ყველა რა მოვა ხალხ შენთან და ერთი და ის რა იმეორებ, ეხლა თუ არ მომემატა, აი დღეს თუ არ მომემატა, გუშინ ნახე იგივე ვიყავ, ვიცით რამდენი ხანია იგივე ვარ. მე წავიდე, რა თუ წავიდე. ძალიან ბევრი გეგმა მაგწინ. რო წავიდე რა, მომემატება მე თუ ანუ რა ვიცი რა, კარგით რა. ძალიან ის არის გოგოებო. მომაბეზრებელი წავიდე, დამიჯერეთ ხალხო აი. ისეთი მომაბეზრებელია მე პირადად აი აქ მაგ უკვე. რატო ვდგავარ ახლა აი მითხილში და ისე რა ქვია, არ ვიცი სადაც ავიღო. მოდი ჯერ აქ დავდგა. მოვიხსნე, იმიტომ რომ გასით ეს ნო კაფე ხეხოთ. ვერ ვიტა ეს ცხიმები რომ ეწვეთება. შუმიერის. ხავენა მეტყვის რომ შენო ნერვოზი გაქვს და იმიტომ ხიზიანდებიო. მე რო ნერვოზი მაქვს ეკი ვიცი, მარა თქვენ როტო არ ხიზიანდებით, ეს კი თქვენ პასიური ნერვოზი გაქვთ. რავი გოგოებო რა გითხრათ, აბა ვისაც გინდათ დარჩით, ვისაც გინდათ წადით. არც თქვენი წასვლით დაიქცევა ქვეყნიერება და არც დარჩენით არიქა და ვიცი, თუ იქნებ გაგვიხართ. მიყვარხარ დუ. მიყვარხარ დუ. დილამშვიდო. მოგესალმებით მე და ჩემი ტუშა, რომელსაც ძალიან ეზარებოდა ბაღში წამოსვლა. დღეს საკმაოდ გვიან წამოვედით, 10 უკლია, ბოდიში 10:30 არა ჯერ. მალე სამსახურში შევალთ, რადგან ქალბატონი საკო ჩამოფრინდა. მინდოდა მენახა, ამიტომ ცოტა ხნით თხოვე რომ მაგვიანდება თქო. ხო და ნახე 1-2 წუთი ზევს გავაღვიძეთ და გამოვიქეცით. ხო და წავიდეთ სამსახურში. როგორ მინდოდა დღეს პარასკევი ყოფილიყო, არ გამიმართლა, დღეს არის ხუთშაბათი. დღეს არ ვიცი დედას რომ მასალზე ვნახავ, იმიტომ რომ გადმოდი საყვარელო. პოეზიის საღამოზეა დღეს დაპატიჟებული და ანუ რა ვიცი ალბათ 12-მდე ვერ მოვასავარაუდოთ და ვერ ვნახა. ხო და დაიწყო დედაშემის ქაოტური თბილისური ამბები. იმიტომ რომ საღამოებზე მოუწევს სიარული დიდი აულათობით. და ძალიან კარგია. ბედნიერი დღე. გარდენია შევარდნაძესთან დავიწყე მუშაობა და გეტყვით დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს შეგხვდებოდათ ეს ვიდეო, რადგან აქვს ძალიან მაღალი აქტივობა. ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანი ხართ, ვისაც ალბათ უკვე ჩაწერილიც გაქვთ ეს ვიდეო და ძალიან სწორიც არის, რაც მეტი ადამიანი ვიქნებით, ვინც აღშფოთდება ზოგადად მსგავს ქცევებზე, მით იქნებ მეტად დაიკლოს მსგავსმა მიდგომებმა. პირდაპირ გითხრათ, შოკირებული ვარ და ძალიან კარგი სიტყვა, იმიტომ რომ იმის იქითაც თუ რამე არის კიდე, იმის იქითაც ვარ, იმდენად გაუგნებული ვარ. ადამიანი, რომელსაც ხედავ ტელევიზორში, ხედავ სოციალურ ქსელში და ძალიან ჰუმანური, ძალიან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ბუნებასთან დაახლოებული ადამიანი და სულ სხვა ემოციები გაქვს მასთან დაკავშირებით და უცებ აღმოვაჩენ, რომ შეუძლია
ადამიანს აი ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს, ოღონდ რის გამო. ზოგადად, როდესაც გამოსაცდელი ვადით აკყავთ და მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც გინდათ მისი გაშვება, დიახაც, ვალდებულები ხართ აუხსნათ, რატომ უშვებთ სამსახურიდან, რა არის რეალური მიზეზი, უკაცრავად, მაგრამ როდესაც გეკითხებიან ის სიტყვა, რას იმ ქალბატონს აკადრეთ, ნამდვილად არ არის რეალური მიზეზი და ამას რეალურ მიზეზში ვერ გაატარებ. ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც ნამდვილად უნდა ისჯებოდეს და მოხარული ვიქნები თუ შობის ინსპექცია ჩაერთვება ამ ამბავში და გამოიძებს საერთოდ რა ხდებოდა, რა მოხდა და რა მეზომებს მიიღებს, იმიტომ რომ შევარდნაძე კი არა, ვინც გინდა ის იყავი, არ უნდა მიცე შენ თავს იმის უფლება, რასაც მოგვითხრობს ეს ქალბატონი და ჩემი არ ვიცი, ძალიან დიდი სოლიდარობა ამ ქალბატონს, წარმოუდგენელია ხალხო ასეთ რაღაცებს როგორ კადრულობთ, უბრალოდ ვინ გგონიათ თქვენ თავები, კი, ნამდვილად გგონიათ, ცნობადი სახეები ხართ, მაგრამ ვინ გგონიათ თქვენი თავი, რომ რა? ძალიან ცუდი ინციდენტი იყო ნამდვილად და მე რატომღაც მგონია რომ არაერთი იქნებოდა, რაც ვიდეოშიც აღნიშნეს რომ დამიკავშირდაო ბევრი ადამიანიო, თუ ერთხელ შეგიძლია ადამიანს ასეთ ვითარებაში, ასეთ შეურაცხყოფა მიაყენო, დარწმუნებული ვარ რომ ერთხელ მოხდებოდა მსგავსი ინციდენტი და ძალიან საწყენია, პირდაპირ ვიტყვი, ძალიან მეწყინა, რაღაცნაირად ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ბევრი დადებითი ემოციის მატარებელი იყო ეს ბატონი და ეხლა რაღაც პირიქით, რამდენადაც დადებითი ემოციების მატარებელი იყო, იმდენად რაღაცა უკუჩვენება მაქვს და ძალიან გამიხარდება თუ ჩაერთვება ამაში შრომის ინსპექცია, გაარკვევს რა, როგორ, რანაირად და ყველა მიიღებს იმას, რაც უნდა მიიღოს. პირველ რიგში ბოდიში წესით აუცილებლად ეკუთვნის ამ ქალბატონს, რომელიც ამ დონემდე დამცირებულია, დაამცირეთ და მე არც მენეჯერის არ მესმის უკაცრავად. ზოგადად ეს მენეჯერების კულტი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკოს რამენაირად და რაღაცნაირად უნდა გავითავისოთ, რომ რა შედის თქვენს მოვალეობებში. როდესაც ხარ მენეჯერი, რა შედის შენს მოვალეობაში? აქედან უნდა დავიწყოთ სწავლა, რა შედის თქვენს მოვალეობაში? ძალიან საწყენია, რამდენად დათრგუნულია ეს ქალბატონი, განერვიულებულია, რის გამო? თქვენ შეგიძლიათ თქვათ უთხრათ, ხო? რის გამო უშვებთ სამსახურიდან და ვალდებული ხართ, რომ უთხრათ, რის გამო უშვებთ? და ასე ხელაღებით მოექცი ადამიანს და ამ ხელა შეურაცხყოფა მიაყენო. არ ვიცი ამას რა ქვია. არა, ვიცი. უბრალოდ ეს ადგილი არ არის, სადაც ხმამაღლა გავაჟღერებ. აი ხალხო, რაღაცა მინდა გითხრათ. კლავზე ორივე მაჟაზე რო გადაიხვიეთ ისა ქალები იქ არ არიან, ინგლისური არის ის პრეზიდენტის საცოლი რო იჯდა და გეხვიწებით რა, ეხლა და ახლა ვერ გაგირჩევიათ. ხვდები და ხვდები ვერ გაგირჩევიათ. ხო, საქართველო და საქართველო ვერ გაგირჩევიათ და შეკაიკაცო რა ინგლისური გაარჩიეთ. ხალხო, იბასა ხო, ჩვისიბიტა და გულინატკენი თავისა ვიდეოს რო უყურებდა ალბათ ხო, ადუღებული წყალო გადაასხა ისია და გევედრებით რა. ჩვენი მაინც დავიცვათ. ჩვენი, თორესასაც შემთან დავეძებ ხო? და ხახაში შეაშტენე რო ინგლისური არის, ბოდიში. ვინც აწერთ ხო, უმეტესობამ ქართულიც არის, სადღაც არჩეს ინგლისური. მე მაგალითად ხო ჰელოუს გარდა არაფერი არ ვიცი, ხა იქ რო ჩასულიყავი. ჰელოუ და დავასრულებდი ხო? ისწავლის დააცადეთ. დაიღო, გავიდეს ეს 15 წელი. ინგლისური ასეთი მარტივი სასწავლია? ახლა
ნერვები არ მომიშალოთ, ხო? აქ ქოციდანაცი არ მიძახო თორე თუ ავწიე ესა ნერვი, ხო? შეიძლება ეგ ვათამაშო. ხო? მე ხო მხარს აუჭერ ერთ პარტიას მე უნდა შევქმნა. დოდი პარტია უნდა შევქმნა. ვისაც აგინდათ, ხო, მობრძანდით ჩემთან. ქუდოდის პარტიაზე უკეთესი სად უნდა ნახო და სად უნდა შეხვიდეთ, ხო? ახლა მოგეხსენებათ მე უბედურ ქართა საბჭოს წევრი ვარ და რაღაცა და წინ მინდა რა წავწიო რა ქალების უფლებები რა. კაცებო, ფრთხილად იყავით, ძალიან ფრთხილად იყავით, სათავეში მოვდივარ. შენ ვისავთ, ხო? შეკაროთ ქიმზე და ოკეანეში გაგიშვათ უვადოთ. ჰაი ხალხო. მზე გამოვიდა და დედა დილი და შევყარე 7 პარტია ეს ის არის მანქანა მეხოჭება კალორამ გაგაგიჟაო მაგრამ რა ვიცი ვაი და ხვალი წვიმოს ესა გავაკეთე საკურები ასე უნდა დაიბენ ყურზე აკეთაც ესე ულამაზესი არ ვიცი რომ უყურე ვიზეზების სიხარულისაგან ასე ესა ჟაკეტი ხალხო რა მინდა გითხრათ დუწესა ჩავიცვა ვიხუთქები თხელუცა ჩავიცვა ვიხუთქები ხო და რა გაჩვია თქვენა ახლა ჟაკეტი ვერ გავალგარე ცხადია და რა საიცვამთ პიჯაკი ხوار ჩავიცვა მე ახლა ყველაფერი მიხდება ხო ხვდებით მაგრამ პიჯაკი ხوار ჩავიცვა და ვიცი ვაი დაიწვიმოს მერე ეგრე ფერდებზე მირტყავს ხო ხო და ახლა ისეთი კაკაშამზი არის ხო იქით ავარ ხალხო რა უნდა გითხრათ რაღაცას აღებავი ყოფილა ჭაღარისა იქით ამივიდივარდი მაგაზე გეუნებოდით რა რომ ერთი უნდა ვიკითხო ესე იგი როგორც შამპუნია ხო იცით ასე დაიტან თავზე 1 2 8 10 15 დაითვლი და იბანდა თმაგაკ შავი ხო და გადავიხადო და არ გაშავდეს სად მიდიხართ მერე ხო და ასე მივწერო თუ არ უნდა ასე მიწერა საიტს ხო და იქითაც ამივდივარ იქნება იქითაც აქონდეთ და თუ არ ექნება უნდა გამოვიწერო სხვა გზა არ მაქვს ხო წავედი პურსზე